დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. ციცილების ინფექციური ანემია. ციცილების ინფექციური ანემია არის ვირუსული დაავადება, რომელიც აზიანებს ქათმებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ციცილებს. ის გამოწვეულია ციცილების ანემიის ვირუსით. ეს დაავადება ხასიათდება იმუნოსუპრესიით, ანემიითა და ზოგადი სისუსტით. მნიშვნელოვანია დეტალურად განვიხილოთ დაავადების შესახებ არსებული ინფორმაცია, რათა ფერმერებმა და ვეტერინარებმა შეძლონ მისი დროული დიაგნოსტიკა და ეფექტური მკურნალობის ჩატარება. ვირუსის ძირითადი სამიზნეა ქათმები, განსაკუთრებით 2-დან 6 კვირამდე ასაკის ციცილები. უფრო იშვიათად დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ზრდასრულ ფრინველებშიც, თუმცა მათში სიმპტომები ნაკლებად გამოხატულია. სხვა ფრინველები, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ქათმებს აზიანებს, არსებობს ცნობები სხვა შინაურ ფრინველებში, მაგალითად კინდაურებში ვირუსის არსებობის შესახებ, თუმცა მათში დაავადება იშვიათად ვითარდება. სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, იმუნური სტატუსისა და თანმხლები ინფექციების არსებობის მიხედვით. ძირითადი სიმპტომებია: ანემია, ფერმკრთალი კანი და ლორწოვანი გარსები, ზოგადი სისუსტე, ლეთარგია, მადის დაკარგვა და ზრდის შეფერხება. იმუნოსუპრესია, გაზრდილი მგრძნობელობა სხვა ინფექციების მიმართ, როგორიცაა ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები. სიკვდილიანობა. სიკვდილიანობა შეიძლება იყოს მაღალი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ციცილებში. სხვა სიმპტომები: კანქვეშა სისხლჩაქცევები, კუნთების სისუსტე, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ ნიშნებს, პათოლოგიურ ცვლილებებსა და ლაბორატორიულ ტესტებს. ძირითადი დიაგნოსტიკური მეთოდებია: კლინიკური შეფასება, სიმპტომების შეფასება და ფრინველების ზოგადი მდგომარეობის დათვალიერება. პათოლოგიური გამოკვლევა, გვამების გაკვეთა და ორგანოების დათვალიერება, როგორიცაა ძვლის ტვინი, ელენთა და ღვიძლი. ჰისტოლოგიური გამოკვლევა, ქსოვილების ნიმუშების მიკროსკოპული შესწავლა, რაც ხელს უწყობს დამახასიათებელი ცვლილებების გამოვლენას. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, ვირუსული დმის გამოვლენა სისხლში ან ქსოვილებში. სეროლოგიური ტესტები, ანტისხეულების გამოვლენა ვირუსის მიმართ, როგორიცაა ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი. სამწუხაროდ სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებისა და მეორადი ინფექციების პრევენციისკენ. ძირითადი მიდგომებია: მხარდამჭერი თერაპია, კარგი მოვლა, უზრუნველყავით ფრინველებისთვის სუფთა, თბილი და მშრალი გარემო. სათანადო კვება, მიაწოდეთ ადვილად მოსანელებელი და მკვებავი საკვები. ვიტამინები და მინერალები, დაამატეთ საკვებს ვიტამინები და მინერალები, განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინები და რკინა, ანემიის შესამსუბუქებლად. ანტიბიოტიკები, მეორადი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები. მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების გამოყენება ვეტერინარის რეკომენდაციით და დოზირების სუსტი დაცვა. იმუნომოდულატორები, ზოგიერთ შემთხვევაში იმუნური სისტემის გასაძლიერებლად გამოიყენება იმუნომოდულატორები, თუმცა მათი ეფექტურობა საკამათოა. ვიტამინები. B კომპლექსი ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ვიტამინი K აუცილებელია სისხლის შედედებისთვის და სისხლდენის პრევენციისთვის. ვიტამინი E და სელენი, ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას. მინერალები. რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისთვის და ანემიის პრევენციისთვის. სპილენძი და კობალტი ხელს უწყობენ რკინის შეწოვას და გამოყენებას. ანტიბიოტიკები ვეტერინარის დანიშნულებით. ამოქსიცილინი, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ტეტრაციკლინი, ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ. ერითრომიცინი, გამოიყენება რესპირატორული ინფექციების სამკურნალოდ. პრევენცია ემყარება ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვას და ვაქცინაციას. ბიოუსაფრთხოება. სისუფთავე და დეზინფექცია, რეგულარულად გაასუფთავეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ ფრინველების საცხოვრებელ ადგილებს. იზოლაცია, ახალი ფრინველების შემოყვანისას მოათავსეთ ისინი საკარანტინო ზონაში, სანამ დარწმუნდებით, რომ ისინი ჯანმრთელები არიან. კონტროლი მღრღნელებზე და მწერებზე. მღრღნელებმა და მწერებმა შეიძლება გადაიტანონ ვირუსი, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი კონტროლი. ვაქცინაცია. დედების ვაქცინაცია. დედების ვაქცინაცია ხელს უწყობს ციცილების დაცვას დედისგან გადაცემული ანტისხეულებით.
ცოცხალი ვაქცინები. არსებობს ცოცხალი ვაქცინები, რომლებიც გამოიყენება ფრინველების იმუნიზაციისთვის. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ვეტერინარის რეკომენდაციით. ადრეული დიაგნოსტიკა. ეჩვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს დიაგნოზის დასადასტურებლად. იზოლაცია. დაავადებული ფრინველები გამოაცალკევეთ ჯანმრთელებისგან და მიიღეთ ზომები დაავადების გავრცელების შესაჩერებლად. სათანადო მოვლა. უზრუნველყავით დაავადებული ფრინველებისთვის სათანადო მოვლა და მხარდამჭერი თერაპია. ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვა. გააძლიერეთ ბიოუსაფრთხოების ზომები ფერმაში, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების გავრცელება. ვაქცინაცია. გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან ვაქცინაციის პროგრამის შესახებ, რომელიც შესაფერისია თქვენი ფერმისთვის. ციცილების ინფექციური ანემია სერიოზული დაავადებაა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მეფრინველეობის ფერმებს. დროული დიაგნოსტიკა, სათანადო მკურნალობა და პრევენციული ზომების დაცვა ხელს შეუწყობს დაავადების კონტროლს და ფრინველების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.